გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჯავახაძე, სცენარისტი. დავიწყოთ თორე ბიჭებს ეჩქარებათ. პირველი მატჩი, რომელიც სტადიონზე ნახე. პირველი თამაში, რომელიც სტადიონზე ნახე, იყო თბილისის დინამო, თბილისის მერანი 95 ან 16 წელი იყო. ერთხელ ვარ ესეთ თამაშზე ნამყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსეთის დუმის წევრების წინააღმდეგ. დინამოზე გაიმართა ეგ თამაში. მაშინ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვქონდა. ოკუპანტი კი იყო, მაგრამ არ ვიმჩნევდით. და მაგ თამაშზე ანუჩარ მაშაიძე გამოვიდა შეცვლაზე და დაახია ბურთი ყველას თავს. გაუჭირდებოდა. ეგეთი ძიმე მოგონებებიც მაგ ფეხბურთთან პირველი შეხება რაც ქონდა. წესით არ უნდა შემყარებოდა ფეხბურთი მაგის მერე, მაგრამ ფერგი რომ ქუთაისელი ყოფილიყო, რა უბნელი იქნებოდა. ფერგი ქუთაისელი ვერ იქნებოდა ვერა. 18 წლამდე ვერ მიაღწევდა. ძალიან უხეში კაცი იყო. და ქუთაისში არ უყვართ უზრდელი და უხეში ადამიანები. ამიტომ ჩემი აზრით 18 წლამდე ვერ იცოცხლებდა ქუთაისში. პარლამენტი ქუთაისში რომ იყო, ქუთაისელებს მართლა არ მოსწონდათ? მე მგონი ყველას მოსწონდა. ქალაქის სიკვდილი იწყება მაშინ, როდესაც ქალაქი ვეღარ ახერხებს ნიჭიერი ადამიანების მოზიდვას. აი მაგალითად ყველა რო ამაყობს და მათ შორის მეც რო პირველი სკოლის წინ აი ამ ესეთი გენიოსები სწავლობდნენ ამ სკოლაში ხო არის ჩამოწერილი. მაქედან ბევრი ადამიანი არ იყო ქუთაისელი, მაგრამ ის ქალაქი იმ პერიოდში ახერხებდა რომ მთელი საქართველოდან გენიოსები დაინტერესებინა და იქ ჩასულიყვნენ. ხო. ამიტომ იყო ქუთაისი მაგ პერიოდში ნომერ პირველი ქალაქი ქვეყანაში. როდესაც ქალაქმა ეგ ფუნქცია დაკარგა და ვეღარ მიიზიდა საინტერესო ადამიანები მთელი ქვეყნიდან, ნელ-ნელა ქალაქმა დაიწყო ყდომა და მოსახლეობის რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. პარლამენტის გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ახალი ფუნქცია, ახალი სიცოცხლე ქონოდა და ბევრი საინტერესო ადამიანი გადასულიყო საცხოვრებლად. პარლამენტში ხშირად დეპუტატები ვეწყინავენ, მაგრამ აპარატში სხვადასხვა სამსახურში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს და მათი ჩამოსვლა ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ ეს ვერ გაიაზრა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ვერც ქუთაისში. ჭადრაკის უვიცებს უცებ აგვიხსენი, კასპაროვი უფრო დიდია თუ ფიშერი? ყველა გეტყვის რომ კასპაროვი, ვინც ჭადრაკში ჩემზე უკეთ ერკვევა, მაგრამ ჩემი აზრით რაც ფიშერმა შეძლო, ვერავინ შეძლებს, რომ მარტომ დაამარცხა საბჭოთა კავშირი. ფიშერის დროს ამერიკაში ჭადრაკი მიდანად განუვითარებელი იყო, რომ ფიშერს მოუწია ესწავლა რუსული ენა და რუსული ლიტერატურა რომ წაეკითხა და გაეგო რაღაცები. მთელი საბჭოთა კავშირი იდგა სპასკის უკან, ყველა გენიოსი, ყველა გრანდმასტერი ეხმარებოდა სპასკის, ფიშერის უკან ვერ იდგა ვერავინ, იმიტომ რომ ამერიკას არ ქონდა არანაირი ტრადიცია ჭადრაკის მიმართულებით და ფიშერმა რეალურად მარტომ დაამარცხა საბჭოთა კავშირი ჭადრაკში, რაც უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად მარტომ მოუგო ფეხბურთში პელეს ბრაზილიას. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი გაცილებით დომინანტი იყო საბჭოთა ჭადრაკში, ვიდრე ბრაზილია ფეხბურთში. ფიშერი არ უყვარს მოჭადრაკეებს, იმიტომ რომ მან მოგვაკლო სიამოვნება გაგვეგო ვინ დაამარცხებდა ფიშერს. ის როდესაც გახდა მსოფლიო ჩემპიონი, შემდეგ უბრალოდ წავიდა ჭადრაკიდან და დაიკარგა. არა სპორტული საქციელია, მაგრამ რაც საბჭოთა კავშირს გაუკეთა, ეგეთ ვერავის ვერ გაუკეთებს რა, ჩემი აზრით. ფეხბურთის მცოდნე კაცს ტორპედოს ფიროსმანის მაისური რა პუნქტში მოგეწონა? მომეწონა სურვილი ტორპედო გახდეს უფრო გლობალური ბრენდი, ვიდრე მხოლოდ ქუთაისის სიამაყე და ქუთაისის გუნდი რა. სამყაროში, როცა საზღვრები უკვე აღარ არსებობს, ყველა გუნდი უნდა ეცადოს, რომ იყოს გლობალური ბრენდი. შესაბამისად, ფიროსმანით იქნება ეგ თუ არისტოტელეთი, დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. თავარია სურვილი, რომ იყო გლობალური ბრენდი. კი, მაგრამ იმის ფონზე, რომ ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამო და ისტორია და ამბავი თბილისური არ უნდა წაეღოთ. ეს იყო თავარი. ეგ არგუმენტი კი, მისაღებია. სად ნახავდი სექტემბერში კვარას, არსენალში თუ რეალში ჟოზესთან? მე მანჩესტერში ნახავდი, მაგრამ
მზადვა რომ ჩემი სურვილები და რაღაცები გვერდით გადავდო და მირჩევნია კვარა მაისრულოს ოცნება ვიდრე მე, იმიტომ რომ მისი ცხოვრებაა და მის ცხოვრებაში ჯობია კვარას ოცნებები ასრულდეს ვიდრე ჩემი ოცნებები. ამიტომ თუ რეალში ოცნებობს თამაშზე ბავშვობიდან, გამიხარდება რომ მისი ეს ოცნება ასრულდეს. ჭადრაკს მაინც რატომ თამაშობენ კაცები და ქალები ცალ-ცალკე? იმიტომ რომ კაცებთან არ აქვს შანსი ძალიან მაღალ დონეზე ქალებს ამ ეტაპზე. ერთად იშლება кайხანია დაწაიშალა ბოლომდე? გვეგონა რომ ოლგარის შემდეგ რომელიც ტოპად კაცში შევიდა, გვეგონა რომ ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ოლგარი გამოდგა გამონაკლისი და ჯერჯერობით სხვა ქალს მსგავსი შედეგები არავის ქონია. საყვარელი ქართული ბენდი მუსიკალური. პირველი კონცერტი იყო აუთსაიდერი, რომელსაც ლაივში დავესწარი და ალბათ იმ ემოციას, იმ ბავშვობის სიყვარულს ვერაფერი გადაფარავს. მაინც აუთსაიდერს ვიტყვი. რა გიყვარს ისე, როგორც ბიძინა ბარათაშვილს არგენტინის ჩემპიონატი? მიგზიანი ბადრიჯანი. ტორპედოს საყვარელი ფეხბურთელების შენს ტოპ 5-ში არაბიძე რომელ ადგილს დაიკავებს? თუ დაიკავებს საერთოდ? დამოუკიდებლობის შემდეგ ტოპ 5-ში შევიყვანდი ასათიანს, იონანიძეს, კვეტენაძეს, არაბიძეს და კიდე მეხუთე მენანება დავასახელა იმდენად ბევრი რჩება. მეოთხეზე გავიდა. მეხუთეს ვიტყვი პოროშინს, იმიტომ პირველი ლეგიონერი იყო, რომელიც ტორპედოს მაისურით წინავდა ასე ვთქვათ და მაშინ უცხოელი თან ესეთი თემა იყო, უცხო იყო რა. გატუზოს რომ მწვრთნელად დანიშნავ. მერე მსოფლიოზე გასვლის იმედი უნდა გქონდეს? გატუზოს რომ მწვრთნელად დანიშნავ. ეს ხო გატუზოს პრობლემა არ არის, შენი პრობლემა არის. შესაბამისად, კითხვა ჩემი აზრით არასწორად არის ფორმულირებული. გატუზოს ბრალი არ არის ის, რომ მარტო გატუზო დათანხმდა მწვრთნელობას. რატომ და ვინ შეგაყვარა მანჩესტერ იუნაიტედი? მანჩესტერ იუნაიტედი შემოყვარა თვითონ იმ პერიოდის მანჩესტერის თამაშის სტილმა, ფეთქებადმა ფეხბურთმა, მუდმივმა კამბექებმა, თვითონ ის ფაქტი, რომ გუნდის ბირთვი იყო საკუთარი აღზრდილებით დაკომპლექტებული, 92 წლის კლასი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში თამაშობდნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ ამ გუნდის იდენტობა. ისე გუნდს ვერ გულშემატკივრობ. აი ამ მანჩესტერს და წინა წლების მანჩესტერს, იმიტომ ვერ გულშემატკივრობ გულით, რომ ის არ იყო მანჩესტერი, უბრალოდ რაღაც ფეხბურთელების რაღაც რაოდენობა თამაშობდა მანჩესტერის მაისურით, რაც არ ნიშნავს, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედი იყო. იმედი მაქვს, რომ ქერიკის ხელში მანჩესტერი გახდება მანჩესტერი. რა ჭამე სარდინიაზე საინტერესო? სარდინიაზე უნდა ჭამო ზღვის პროდუქტები, რაც მე არ შემიძლია. ამიტომ სამაგიეროდ პიცა ვჭამე ერთ ადგილას, ისეთი, რომელიც ალბათ საუკეთესოა, რაც კი გამისინჯავს, არც რომში, არც ნეაპოლში, არც მილანში, იტალიაში ბევრგან ვარ დამყოფი, არსად ეგეთი პიცა არ გამისინჯავს. შემიძლია მისამართი მოგცე. ოღონდ რესტორანი მუშაობს 7-დან 11 საათამდე საღამოს. ყველა თავმოყარე რესტორანი მაკეთ მხარეს ეგრე მუშაობს. ოღონდ იმ სარდინიაზე ყველაფერი ეგრე მუშაობს. 4 საათით გადიან შესვენებაზე და ძალიან ჭკვამხიარული ხალხია რა. რავი, ეგ არ არის ჩემი აზრით შესვენება, ეგ არის შვებულება. მაგრამ ჩვენც თუ ეგრე გავუნდიდრდებით, ალბათ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ 4 საათით გავიდეთ შესვენებაზე. ნოლანის ოდისეას კასტი თუ ნახე და გამოგვდა თუ არა ჰოლივუდის საბოლოოდ? რადგან ეს არის მისი პროექტია, მისი კონკრეტული პროექტია, ტიპა გადაწყვეტა ფილმის გადაღება და თვითონ როგორც ჩათვალა საჭიროდ, ის გააკეთა, ანუ ის არის ბიზნეს პროექტია, ხო? ის ხო არ არის ბიუჯეტით დაფინანსებული ფილმი ხო არ არის? ხო და რავი, თუ ჩათვალა რომ მისთვის უკეთესია მისი პროექტი. ანუ ეს არ ხარო თავიდანვე მიუღებლობა გქონდეს? აი ხლა ზუსტად რომ იცი არც შეხედავ იმის გამო, თუ როგორი კასტია, იმის გამო რომ რაღაცა. დაველოდები შეფასებებს, მე ზოგადად ეგრე ვირჩევ ფილმს რა, რამდენიმე ადამიანი მყავს, ვის აზრსაც პატივს ვცემ და მირჩევნია რომ შავი საქმე მათ გააკეთონ და ისინი რომ ნახავენ და იტყვიან რომ კაია, მე მეც შევხედავ რა. ამით დროს ზოგადად მირჩევნია მათი დრო დაიხარჯოს ცუდი რაღაცების ყურებაზე, ვიდრე ჩემი. და თუ იტყვიან რომ კაია, მე მეც 1-5-6 ადამიანი, ერთ-ერთი შენც ხარ სხვათა შორის.
ნაკრების მაისური, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. ან დიზაინის ხრივ, ან რამ ემოცია გაგვში. აი ეს გერმანიას რომ მოპარეთ ფორმები, ეს აკრო ესენი გქონდა რაღაცა რომბები, ძალიან მიყვარდა ეგ ფორმა. ალბათ პირველი დაბეჭდილება ბავშვური ეგ 90-იანების შუა არ არის? თუ რომელია? შუა, კი, აი უელსთან მე მგონი 5-0 რომ მოვიგეთ უელსთან, ეგ მაისურები გვეცვა როგორც მე მგონი. როგორ მოგწონს ქეცბას დინამო? პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან კარგია საქართველოს ჩემპიონატისთვის. ქეცბაიას მსგავსი ფიგურების გამოჩენა ჩემპიონატში. დასწრებაზეც აისახა, ცოტათი მოიმატა დასწრებამ. მიუხედავად იმისა, რომ მე დინამოს წარმატება ტორპედოსთან შედარებით არ გამიხარდება, ევროტურნირებზე ისეთ წუთში ვართ, რომ არ ვასხვავებ უკვე ერთმანეთისგან არც დინამოს და არც ტორპედოს, სანამ ამ სირცხვილიდან და უსრულიდან არ ამოვალთ, ჩათვალე რომ ყველა გუნდის გულშემატკივარი და კონკურენტების გაძლიერება კარგია. იმიტომ რომ კონკურენტების დასუსტების დროს აღმოჩნდა რომ თურმე ყველა სუსტდება. კი ვიცოდით, მაგრამ საკუთარი თვალით რო ვნახეთ, ძალიან მტკივნეული ყოფილა. დინამომ რო დაიწყო დასუსტება, ყველა ქართული გუნდი უკან წავიდა. არის კვარა უკვე ჩვენი გოუთი? კი, ერთმნიშვნელოვნად. ჩემი აზრით კი. დამოუკიდებელ საქართველოში იღწეულ შედეგს გაცილებით დიდ დაფასებას, დიდ კრედიტებს მივანიჭებ, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებულ მიღწევებს. ყველაზე სასაცილო ხუმრობა რაც ბოლო დროს მოისმინე. ბოლოს ყველაზე მეტად გამეცინა ეგეთი იყო მიმი, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო არსენალის სასარგებლოდ და ითხოვდნენ კუთხურს. გამომრჩა. რან გამეცინა. რატომ არ უყვარს თბილისელს დინამო ისე, როგორც მანსფილდელს მანსფილდი? ინგლისური ფეხბურთის პირამიდაში პირველი საფეხური არის უბანი ეზო, რომელიც ებრძვის სხვა უბანს და სხვა ეზოს. და ესე ნელ-ნელა ბოლოს არის ნაკრები და ჩვენთვის ფეხბურთი დაიწყო, რომ აი მოდი ქართველებმა ამაში მაინც მოუგოთ რუსებს. და საკლუბო ფეხბურთი არის აქ. ეს უნდა ამოტრიალდეს ახლა და დავიწყოთ იმით, რომ უბანი ეზო იყოთ ყველაზე მოსისხლე მტრები ბჭყალებში და მე უკვე აი ამერი რო გადარჩენილიყო, კარგი იქნებოდა ამერს ქონდა შანსი იმის, რომ უბნის იდენტობა რომელიმე კლუბს ქონოდა. სცენარისტობა უფრო ადვილია თუ წამყვანობა? მე მირჩევნია სცენარისტობა. ბევრი მიზეზის გამო. ერთი რომ კამერის წინ დგომა დიდად არ მიყვარს და ძლივს მივეჩვია კამერასთან მუშაობას და მთავარი ის არის რომ აი სცენარისტი რო ხარ, არ გეუბნება რომ თმა შეიჭერი რას გავხარ. ერთმა დამიწერა კომენტარებში რომ ეს მაისური რამდენჯერ უნდა გეცვასო და როცა წამყვანი ხარ გიწევს თმაზე, მაისურზე, ჩაცმაზე ფიქრი და რაც ჩემთვის ის არის რა არ არის ინტერესის სფერო, არც მაისური, არც ვარცხნილობა და არც აი მეზიზღება, შოპინგი, ჩემი ტანჯვა თუ გინდა საშოპინგოდ უნდა გამიშვა და გინდა თუ არა მე როცა ეკრანზე ხარ რაღაცებზე ზრუნვა გიწევს რა. მე არ მიყვარს რომ ზრუნავ ეგეთ რაღაცებზე, მირჩევნია კამერის უკან ვიყო და ერთი მაისურით ვიმუშაო. კი ბატონო. პირველი ქართველი იუთუბერი, რომლის არხიც გამოიწერებ. თუ გახსოვს? ალბათ ოქტოპუსი იქნებოდა. გაუხარდებათ ახლა თუ გაიგებენ. იმიტომ რომ ყველაზე მეტი კონტენტი ოქტოპუსის მინახავს და დიდი ალბათობით ოქტოპუსი იქნება. რომელ სპორტსმენში ხედავ კარგი იუთუბერს? ეხლა ყველას აქვს რაღაც არხი, ჰალანდსაც აქვს, კრისტიანუსაც აქვს, ანუ იუთუბერები ლომად გვეყოლება. მალე სპორტსმენები. ქართველს ვის გამოუვა? კინგლაძეს ჭამის კონტენტი გამოვიდოდა ჩემს. ოღონდ მე 1-2 დამაბრალეს რომ ჰეითერი ხარო კინგლაძეს და მე ჰეითერი არა ვარ, მე ვარ გაბრაზებული ადამიანი. კინგლაძეზე გაბრაზებული ადამიანი, იმიტომ რომ აი როგორც წეღან ფიშერზე ვთქვით, ძალიან ბევრი გენიალური მატჩი მოგპარა. ამიტომაც სულ ვიქნები კინგლაძეზე გაბრაზებული, მაგრამ ჰეითერი არა, პირიქით ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადამიანია. მაგრამ ყოველთვის არასოდეს ვაპატიებ, რომ თავისი პოტენციალის 60% კიდევ არ გამოავლინა. და ბოლოს, საგანი, რომელიც სკოლაში ძალიან გძულდა. გძულდა ისეთი საგნები,
რომელიც მე აღმოაჩინე, რომ თურმე ძალიან მიყვარს. მაგალითად, ფიზიკა, ქიმია, ყველაზე შთამბეჭდავი, რაც სკოლის პერიოდში გვაჩვენეს ლაბორატორიაში იყო, რომ წავედით, წყალში გახსნეს მარილი, დადეს ქურაზე, აორთქლეს და მარილი რო დარჩა, ეს გვაჩვენეს და იცი როგორი ბედნიერები ვიყავით, უბედნიერესები ვიყავით და მე რო გავიზარდე, ნახე რაღაც პროექტები სატელევიზიო, როგორ ასწავლიან ამერიკაში, ევროპაში ფიზიკას და ქიმიას ბავშვებს და ანუ საოცრება, ანუ ის რო არ შეგიყვარდეს ეგ საგანი შეუძლებელია, საოცრება, ზღაპარია, ვიზუალური. ისეთი კარგია, ისეთი საინტერესოა და მე 11 წლის განმავლობაში მხოლოდ წყლის აორთქლება და მარილის დატოვება მაჩვენეს და თურმე ძალიან საინტერესო საგანი ყოფილა და ამ ექსპერიმენტების გარეშე უბრალოდ დაფაზე დაწერილი ფორმულები არის ძალიან მოსაწყენი და მძულდა შემეძლო მის ატანა რაც ხდებოდა და თურმე ყოფილა უმაგრესი საგანი. შრომა იყო შენ დროს კიდე? კი. თუ აღარ იყო? შრომა იყო. როგორი და ბიჭები გაყოფილები იყვნენ ჩემ დროს? ერთი წუთიც არ გვიშრომია. არც ერთი წამით არ გვიშრომია. შრომის გაკვეთით. მადლობა. მადლობა თქვენ.